მე მილუარ და ჩემი მისია ქართველი ქალი ჩემპიონები გაგაცნოთ. ამ გზას იგი ჩემი ყველაზე ტკბილი მეგობარი სანდომია, რომლის მხარდაჭერად საქართველოს მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა დაწერეს ისტორია და ისტორიაში პირველად ავიღეთ ბრინჯაოს მედალი. ანუ რა ხდება, ჩვენ მოვუგეთ ისეთ გუნდებს, როგორიცაა საფრანგეთი, რუმინეთი და შვედეთი და არავის დაუთმეთ მესამე ადგილი. მე ვარ ანასტასია ცანავა, 17 წლის. 7 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული. გამარჯობა, მე ვარ ანასტასია ასათიანი, 6 წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული. ამორ კვინიკაძე და ამ სპორტით ვარ დაკავებული უკვე 5 წელია. ალექსანდრა კოვაევა არის ჩვენი მეოთხე გოგონა, ჩვენი გუნდის კაპიტანი, რომელმაც მართლა ძალიან დიდი წვლილი ჩადო ჩვენს მოგებაში. საოცარია ის ფაქტი, რომ გოგონების ეს შემადგენლობა საერთაშორისო შეჯიბრზე პირველად გავიდა და პირველივე ცდაზე მსოფლიო პრიზიორები გახდნენ. აი, აქამდე თუ ვერავინ ვერ შეძლო, თქვენ როგორ შეძლებთ, რას ფიქრობთ? არცერთი არ ვფიქრობდით, რომ აი რაღაცა არა და რაღაც ნეგატიურს არ ვფიქრობდით. Fingers crossed. ალბათ პირველი გუნდი იყო, მართლა რომ ერთმანეთის ესე ძალიან ჯეროდა. როგორ დაახასიათებთ? უფრო ტორი ალბათ. მე ხედავ ელიტურს ძალიან და ინტელექტუალურს. ერთხელ რომ იფარიკავებ, სულ მოგინდება რომ კიდე მეჯერ და მეჯერ ცადო. ფარიკაობა არ არის უბრალოდ სპორტი. ეს არის 3000 წლის წინ დაწყებული საბრძოლო ხელოვნება. წარმოიდგინეთ ძველი ეგვიპტე ან რომი, სადაც ხმლით ბრძოლა გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. შუა საუკუნეებში ის რაინდული მომზადების ნაწილად იქცა. რენესანსის პერიოდში კი იტალიასა და ესპანეთში ნამდვილ ელეგანტურ ხელოვნებად ჩამოყალიბდა. 1896 წლიდან ფარიკაობა ოლიმპიურ პროგრამაშია და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ სპორტად ითვლება. სწორედ ამ უძველეს ტრადიციას აგრძელებენ დღეს ჩვენი გოგონები, ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში. რა არის მთავარი, რომ ამ სპორტში იყო? თუ სწრაფად არის ფიქრე, ყველაფერი ხდება წამებში და აი ეს მომენტი, რომ მოიფიქრებ, აი უეცრად უნდა გააკეთო, თორე მომენტი გავა და მე მოწინააღმდეგე მოგაყენებს ქულას, ამიტომაც ძალიან სწრაფი ფიქრი სჭირდება და სწრაფი მოძრაობები და ისეც ხმალი ყველაზე სწრაფი არის და ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით. მათ დაამტკიცეს, რომ როცა მიზანი საერთოა, შეუძლებელი არაფერია. ხოლოდ ყურება არ კმაროდა. გადავწყვიტე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამომეცადა. პირველი ნაბიჯები მასწავლე. კარგი, პირველად დგომა. ხო. დადექით, ასე. მოდით. ასე. მაგრად უყდება შარვალს. მოდით. და ეს ფეხი შემოდრე, ის ფეხი შემოდრე. ხო. და ჩაჯექი. შო, სულ ეს არის. აჰა. ხელი ეს ხელი არ მუშაობს. ანი გავიგე, ბანიში რა ხდება? თავარია ეხა ხელის დგომინე და ანუ ასე ჩორებოთ. ასე ხმალი დაგავდა ხმალი. აბას რო იკეთებდა, ეგრევე სხვა ტიპი იჭიდებდა. ფორმა მორგებულია. ხმალი ხელში მიჭირავს და სიმართლე გითხრათ ცოტა მღელა. აქ რეაქციის სისწრაფე ყველაფერი. ერთი არასწორი ნაბიჯი და ქულა მოწინააღმდეგისა. ბევრი მცდელობის შემდეგ ჩემპიონება გამარჯვების გემო მეც გამასინჯა. ხალხი ერთი ქულა მოვიპოვე. მართალია აშკარად დამინდეს, მაგრამ ამ ადრენალის ვერაფერი შეედრება. ჯიშების და მედლების მიღმა ეს გოგონები ჩვეულებრივი, მხიარული მეგობრები არიან. I'm still standing. I'm still standing. Yeah. აი თამარო ამას რო ჩაგისვამენ, მე ნახავ. პატარა
საჩუქრები მოგიტანეთ ესე მოკრძალებული. სამივე ეს. ესეთი ძალიან საყვარელი სალონია, აფთაუნი. ნებისმიერ პროცედურას რაც გაგიხარდებათ, მოგემსახურებიან, გაგიკეთებენ. ესე ძალიან დიდი მადლობა. ისიამოვნეთ. დასვენების დღე რო გეკნებათ, შეიარეთ აუცილებლად და მადლობა. ჯერჯერობით ესე მოკრძალებულად მოვდივარ თქვენთან. მე უკვე უფრო უხსაჩუქრიანი ვიქნები. წარმატებები გოგოები, ძალიან გამიხარდა თქვენთან შეხვედრა და თქვენთან ვარ სულ რაც შემიძლია გავაშვიქებ თქვენს ამბებს და ვიხარებ და ვიბედნიერებ თქვენთან ერთად. ძალიან მართლა ძალიან კაი იყო. ესეთი პატივი. თვითონ ძალიან კარგი და სასიამოვნო აგულებს ხოლმე, ამიტომ პირველი თქვენ ხართ, ვის გამოგაჩინა. ვა, მართლა, ვაუ, რა მაგარია, აწის ულმე ვიქნები მე და მოვა. ხო. მეშინია. მაცვია დამარცხი. მეშინია რამე არ დაუზიანო. აი, ესე თუ ამაში. ეგრე თუ ამაში. აუ, ძალიან კაი იყო. აუ, არ ვიცი, საოცარი. აი, მართლა ძალიან კარგი იყო, მართლა. აი, კომენტარი ჩემზე. შეტევა, აი. ვაუ, ბრავო, კარგი იყო. მადლობა. თქვენგან ძალიან დიდი პატივია. დაწუნებული ხარ თუ პირველი ფალი გავეს? მე კი. ვაჟე პირველად მაქვს ხელში. თქვენი რაინდული ხმალი. ზე გამოვიდა. ესეც ასე. დავასრულე გოგოებთან სტუმრობა. დარეული ვარ ამ ბავშვებით, ძალიან მაგრები არიან და ჯერ მხოლოდ 17 წლისები არიან. ეს ყველაფერი დასაწყისია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ვიცნობდეთ ამ გოგოებს და გულშემატკივრობდეთ ყველა შეჯიბრზე. მე კი ამით დაგემშვიდობებით და ჩვენი შემდეგი გმირის აღმოსაჩენად წავალ. დროებით.